კრიშნა ღმრთების უზენაესი პიროვნება. შემოდგომის აღწერა. კრიშნასა და ბალარამას მიერ პრალამბასურას დამარცხება და გამანადგურებელი ცეცხლის გადაყლაპვა სალაპარაკოდ გაუხდათ ვრინდავანის ოჯახებს. მენახირეები ცოლებსა და ყველა სხვას აღუწერდნენ ამ დიდებულ საქმეებს და ყველა სახტად რჩებოდა. მათ დაასკვნეს, რომ კრიშნა და ბალარამა ნახევარღმერთები იყვნენ, რომელთაც მოწყალება მოიღეს და ვრინდავანის ტყეში მოვიდნენ, რათა მათი შვილები გამხდარიყვნენ. ამასობაში წვიმების სეზონი დაიწყო. ზაფხულის მწველი სიცხის შემდეგ ინდოეთში სიხარულით ხვდებიან წვიმებს. ცაზე თავმოყრილი ღრუბლები, რომლებიც მზესა და მთვარეს ფარავს, მეტად სასიამოვნოა ხალხისთვის და ისინი ყოველ წამს მოელიან წვიმას. ზაფხულის შემდეგ წვიმის სეზონის დადგომა სიცოცხლის მომნიჭებელ წყაროდ ითვლება ყველასთვის. ქუხილი და დროდადრო ელვა სიამოვნებას ანიჭებს ხალხს. წვიმების სეზონის ნიშნები შეიძლება მატერიალური ბუნების სამი მოდუსით დაფარული ცოცხალი არსების თვისებებს შევადაროთ. უსაზღვრო ზეცა უზენაეს ბრაჰმანს ჰგავს, ხოლო პაწეწინა ცოცხალი არსებები დაფარულ ზეცას, ანუ მატერიალური ბუნების სამი მოდუსით დაფარულ ბრაჰმანს. თავდაპირველი სახით ყველა ბრაჰმანის განუყოფელი ნაწილაკია. უზენაესი ბრაჰმანი, ანუ უსაზღვრო ზეცა, მისი ნაწილისგან განსხვავებით, ღრუბლით არასოდეს დაიფარება. როგორც ბჰაგავად გიტაშია ნათქვამი, ცოცხალი არსებები ღმრთების უზენაესი პიროვნების განუყოფელი ნაწილაკები არიან, მაგრამ ისინი უზენაესი უფლის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს წარმოადგენენ. ეს ნაწილი მატერიალური ბუნების მოდუსებითაა დაფარული, ამიტომაც ცხოვრობენ ცოცხალი არსებები მატერიალურ სამყაროში. ბრაჰმაჯიოტი, სულიერი ციალი, ზის სხივებს ჰგავს. როგორც მზე არის სავსე, მცირე მანათობელი ნაწილაკებით, ასევე ბრაჰმაჯიოტიც ღმრთების უზენაესი პიროვნების პაწეწინა ნაწილაკებით სავსე გახლავთ. უზენაესი უფლის პაწეწინა ნაწილების განუსაზღვრელი რაოდენობიდან ზოგიერთი დაფარულია მატერიალური ბუნების გავლენით, ზოგი კი არა. ღრუბლები მზის სხივების მიერ დედამიწიდან აღებულ წყალს წარმოადგენს. 8 თვის მანძილზე მზე მიწის ზედაპირიდან განუწყვეტლივ აორთქლებს წყალს. ეს წყალი გროვდება ღრუბლების სახით, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კვლავ წყლად იქცევა. მსგავსად ამისა, მთავრობა მოქალაქეებს სხვადასხვა გადასახადებს აკისრებს, რომელთა გადახდაც მათ სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში 1000 გვარი მატერიალური საქმიანობით უნდა შეძლონ. ამდენად, ხელისუფლებას შეუძლია საშუამავლო გადასახადისა და სავაჭრო ბეგარის სახითაც გადაახტევინოს. ეს მზის მიერ დედამიწიდან წყლის აორთქლებასთან არის შედარებული. დედამიწის ზედაპირზე კვლავ წყლის საჭიროებისას იგივე მზე ღრუბლებს წყლად აქცევს და მთელ დედამიწას ასხურებს. სწორედ ასევე, ხელისუფლების მიერ აკრეფილი გადასახადები ისევ ხალხში უნდა განაწილდეს საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მუშაობის, სამედიცინო დახმარების გზით და ასე შემდეგ. კარგი ხელისუფლებისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია. ხელისუფლებამ usარგებლოდ გასაფლანგად არ უნდა გამოძალოს გადასახადები. აკრეფილი გადასახადები სახელმწიფოს საკეთილდღეოდ უნდა იქნას გამოყენებული. წვიმების სეზონის დროს მთელ ქვეყანაში ძლიერი ქარები მძვინვარებს, რომლებიც წვიმის გასავრცებლებლად ღრუბლებს აქეთ-იქეთ ერეკება. ზაფხულის შემდეგ წყლის საჭიროების დროს ღრუბლები მდიდარ კაცს ჰგავს, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში გასცემს ფულს, ამას მთელი ქონების აღმოწურვაც რომ მოყვეს. ღრუბლებიც ასევე მთლიანად აგზავნიან წყალს დედამიწის ზედაპირზე. ამბობენ ბრძოლისას მაჰარაჯა დაშარათა, უფალი რამაჩანდრას მამა, ისე ექცეოდა მტრებს, როგორც მიწათმოქმედი ამოძირკვავს ხოლმე უსარგებლო მცენარეებსა და ხეებს. როდესაც მოწყალების გაცემის საჭიროება წარმოიშობოდა, იგი ისევე გასცემდა ფულს, როგორც ღრუბლები წვიმას. ღრუბლები იმდენად გულუხვად იძლევიან წვიმას, რომ ეს დიდად ხელგაშლილი კაცის მიერ ქონების გაცემასთან არის შედარებული. ღრუბლები ისე მდიდარია წყლით, რომ წვიმა თვით კლდეებზე, მთებზე, ოკეანეებსა და ზღვებშიც იღვრება, სადაც წყლის საჭიროება საერთოდ არ არსებობს. იგი გულმოწყალე კაცს აკავს, დასარიგებლად რომ ხსნის ხაზინას და არც კი დაეძებს საჭიროა თუ არა მოწყალება, მაინც ხელგაშლილად არ იგებს.
წვიმებამდე დედამიწის ზედაპირი მთლად კარგავს ძალას და უნაყოფო ჩანს. წვიმების შემდეგ იგი მცენარეებით მწვანდება და მეტად საღად და ღონივრად გამოიყურება. აქ მოყვანილია შედარება იმ პიროვნებასთან, რომელიც მატერიალური სურვილების დასაკმაყოფილებლად ეპითემიებს ასრულებს. წვიმების შემდეგ აყვავებული მიწა მატერიალური სურვილების ასრულებასთან არის შედარებული. ზოგჯერ, როდესაც ქვეყანას არასასურველი მთავრობა განაგებს, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, ცალკეული პირები და პარტიები მკაცრ ეპითემიებსა და ასკეზებს გადიან და სასურველი მიზნის მიღწევის შემთხვევაში საკუთარ თავს ჯამაგირით უხვად აჯილდოებენ. ესეც მიწის აყვავებას გავს წვიმების სეზონში. სინამდვილეში, ადამიანმა მკაცრი ასკეზები და ეპითემიები მხოლოდ სულიერი ბედნიერების მისაღწევად უნდა გაიაროს. შრიმად ბჰაგავატამში რეკომენდირებულია ეპითემიების უზენაესი უფლის შეცნობისათვის შესრულება. ერთგულ სამსახურში გავლილი ასკეზებით ადამიანი სულიერ ცხოვრებას აღიდგენს და სულიერი ცხოვრების აღდგენისთანავე უსაზღვრო სულიერ ნეტარებას განიცდის. მაგრამ ბჰაგავად-გიტაში ნათქვამია, რომ თუ კი ვინმე ასკეზებსა და ეპითემიებს რაღაც მატერიალური მონაპოვრისთვის ასრულებს, შედეგები დროებითი იქნება. ამის სურვილი მხოლოდ ნაკლებად გონიერ პიროვნებებს უჩნდებათ. წვიმების სეზონის დროს საღამოობით ხის კენწეროებში აქა-იქ ლამპარივით მანათობელ ციცინათელას შენიშნავთ, მაგრამ ცის მნათობები, ვარსკვლავები და მთვარე უჩინარია. სწორედ ასევე, კალის ან ჩხუბის ეპოქაში ათეისტებსა და არამზადებს ადვილად შეამჩნევთ, მაშინ როცა ის პიროვნებები, რომლებიც სულიერი განვითარებისთვის ჭეშმარიტად მიჰყვებიან ვედურ პრინციპებს, ფაქტიურად ჩრდილში რჩებიან. ეს ეპოქა, კალი-იუგა, ჩხუბის ეპოქა, ცოცხალი არსებების ღრუბლიან სეზონთან არის შედარებული. ამ ეპოქაში ჭეშმარიტი ცოდნა ცივილიზაციის მატერიალური წინსვლით იფარება. იაფასიანი სპეკულაციური მოაზროვნეები, ათეისტები და ეგრეთ წოდებული რელიგიური პრინციპების გამომგონებლები ციცინათელებივით შესამჩნევი ხდებიან, მაშინ როდესაც მათ, ვინც მკაცრად მიჰყვებიან წმინდა წერილთა მითითებების ვედურ პრინციპებს, ამ ეპოქის ღრუბლები ფარავთ. ხალხმა ციცინათელების შუქის ნაცვლად ნამდვილი ზეციური მნათობებით, მზით, მთვარეთა და ვარსკვლავებით სარგებლობა უნდა ისწავლოს. სინამდვილეში, ციცინათელა ღამის წყდიაც ვერ გაანათებს, როგორც ზოგჯერ ღრუბლები გაიფანტება ხოლმე და მთვარე, ვარსკვლავები და მზე თვით წვიმის სეზონის დროსაც კი ჩნდება, ასევე ხანდახან ამ იუგასაც უპირატესობები ახასიათებს. ასეთ უპირატესობად არის მიჩნეული უფალი ჩაიტანიას ვედური მოძრაობა, ჰარე კრიშნა მანტრის გალობის გავრცელება. ჭეშმარიტი სინათლის პოვნის სერიოზულმა მსურველებმა სპეკულაციური მსჯელობებისა და ათეისტების სინათლისაკენ ცქერის ნაცვლად ამ მოძრაობით უნდა ისარგებლონ. პირველი წვიმის შემდეგ, როდესაც ღრუბლებში ქუხილის ხმა გაისმის, ბაყაყები ყიყინს იწყებენ. მსგავსად მოსწავლეებისა, უცებ გაკვეთილის გამეორებას რომ შეუდგებიან ხოლმე. ჩვეულებრივად, მოსწავლეები დილა-ადრიან უნდა დგებოდნენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამას საკუთარი სურვილით კი არ აკეთებენ, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც ტაძარში ან აღძრელობით დაწესებულებაში ზარის ხმა გაისმის. სულიერი მოძღვრის ბრძანებით ისინი მაშინვე დგებიან და დილის მოვალეობების შესრულების შემდეგ ვედების შესწავლასა და ვედური მანტრების გალობას იწყებენ. ყველას კალი-იუგას წყდიათში სწინავს, მაგრამ როდესაც არსებობს დიადი აჩარია, მოძღვარი, უბრალოდ მისი დაძახებითაც კი ჭეშმარიტი ცოდნის მისაღებად ყველა ვედების შესწავლას იწყებს. წვიმების სეზონის დროს მრავალი პატარა გუბე, ტბა და ნაკადული წყლით ივსება. წელიწადის სხვა დროს ისინი დამშრალია. მსგავსად ამისა, მატერიალისტი პიროვნებებიც გამომშრალები არიან, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ოჯახის, ბავშვებისა და მცირეოდენი ფულის მარაგის სახით ეგრეთ წოდებულ სიმდიდრეს ეძებენ, თითქოს გაფურჩქნულები ჩანან, შემდგომ კი პაწაწინა ნაკადულებისა და ტბების მსგავსად კვლავ შრებიან. პოეტმა ვიდიათჰატიმ თქვა, რომ ნამდვილად არსებობს რაღაც სიამოვნება მეგობრებთან, ოჯახთან, ბავშვებთან, ცოლთან და ასე შემდეგ ურთიერთობაში, მაგრამ ეს სიამოვნება უდაბნოში წყლის წვეთს ჰგავს, ყველა ბედნიერებისგან ისწრაფვის, ისევე როგორც უდაბნოში ელტვიან წყალს.
რა თქმა უნდა, უდაბნოში ერთი წვეთი წყალიც წყალია, მაგრამ მისგან მიღებული მადლი ფრიად უმნიშვნელოა. მატერიალისტური ცხოვრების გზაზე ჩვენს ბედნიერების ოკეანისკენ მივлტვით, მაგრამ საზოგადოების, მეგობრებისა და მიწიერის სიყვარულის სახით ერთ წვეთ წყალზე მეტი ვერ მიგვიღია. ჩვენ ვერავითარ კმაყოფილებას ვერ ვაღწევთ, ისევე როგორც გვალვის დროს ვერ ივსება წყლით პატარა ნაკადულები, ტბები და გუბეები. წვიმის გამო ბალახი, ხეები და სხვა მცენარეები ძალზე ამწვანებულია. ზოგჯერ ბალახი რაღაც წითელი მწერებით არის დაფარული და როდესაც მწვანე და წითელი ფერები ქოლგისებური სოკოების ფერებს ერწყმის, უცებ გამდიდრებული კაცის მსგავსად მთელი გარემო იცვლება. ასეთ დროს მიწათმოქმედს მარცვლეულით სავსე ყანის დანახვა ბედნიერს ხდის, მაგრამ კაპიტალისტებს, რომლებმაც არ იციან ზებუნებრივი ძალის მოქმედებები, საკონკურენციო ფასების შიში აუბედურებთ. ზოგან ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული კაპიტალისტები ფერმერს მარცვლეულის წარმოებაში ზღუდავენ. არ იციან რა, რომ სინამდვილეში ყოველგვარ საკვებ მარცვლეულს ღმრთების უზენაესი პიროვნება იძლევა. ვედური მითითებების თანახმად, ამ სამყაროს ღმრთების უზენაესი პიროვნება ასულთქმულებს. ამიტომ იგი ზრუნავს იმ მარაგზე, რომელიც ცოცხალი არსებებისთვის არის საჭირო. მოსახლეობის ზრდისას ხალხის გამოკვება უზენაესი უფლის საქმეა, მაგრამ ათეისტებსა და არამზადებს არ მოსწონთ საკვები მარცვლეულის უხვად მოყვანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამან შეიძლება მათ საქმეს შეუშალოს ხელი. წვიმის სეზონის დროს მიწაზე, ცაში და წყალში ყველა ცოცხალი არსება სწორედ უფლის ტრანსცენდენტულ სასიყვარულო სამსახურში დასაქმებული პიროვნების მსგავსად ცოცხლდება. კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოებაში მოწაფეებთან ამის პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს. თუმცა ბუნებით ლამაზი გარეგნობა გააჩნდათ, მოწაფეობამდე ისინი უსუფთავოდ გამოიყურებოდნენ. კრიშნას ცნობიერებაზე წარმოდგენის არ ქონის გამო ისინი ძალიან ჭუჭიანები და უბედურები ჩანდნენ. კრიშნას ცნობიერების გზაზე დადგომის შემდეგ მათი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და წესებისა და მარეგულირებელი პრინციპების დაცვის შედეგად მათმა სხეულებმა მეტი ბრწყინვალება შეიძინა. ზაფრანისფერ ტანსაცმელში, შუბლზე ტილაკითა და ხელში და კისერზე მძივებით პირდაპირ ვაიკუნთადან ჩამოსულებს გვანან. წვიმების დროს, როდესაც მდინარეები ივსება და ოკეანეებსა და ზღვებს ერთვის, ისინი თითქოს აფორიაქებს ოკეანეს. ამგვარად, მისტიური იოგას პროცესით დაკავებული პიროვნება, რომელიც სულიერი ცხოვრების მაღალ საფეხურზე არ დგას, შეიძლება სქესობრივმა მოთხოვნილებამ ააფორიაქოს, მაგრამ მაღალი მთები წვიმის ნაკადის მიხედგებით არ იცვლება. ასევე კრიშნას ცნობიერებაში ამაღლებული პიროვნება სირთულეების წინაშეც რომ აღმოჩნდეს, არ დაფრთხება, ვინაიდან სულიერად მაღალ საფეხურზე მყოფი კაცი ცხოვრების ყოველგვარ პირობას უფლის წყალობად მიიჩნევს და ამდენად სრულიად ღირსი ხდება სულიერ სამეფოში შესვლისა. წვიმების სეზონის დროს ზოგიერთი გზა ხშირად გაულელია და მაღალი ბალახით იფარება. ეს სწორედ იმ ბრაჰმანს გავს, რომელიც არ არის მიჩვეული ვედური დანაწესების აზრდელობითი მეთოდების შესწავლას და ილუზიის მაღალი ბალახით იფარება. ასეთ დროს აღარ ახსოვს რა თავისი კონსტიტუციური ბუნება, იგი ღმრთების უზენაესი პიროვნების მარადიული მსახურის მდგომარეობას ივიწყებს. ილუზიის მიერ შექმნილი მაღალი ბალახის სეზონური ჭარბის ზრდით გზასაცდენილი პიროვნება თავს ილუზიის პროდუქტებთან აიკავებს და ავიწყდება რა თავისი სულიერი ცხოვრება ილუზიას ნებდება. წვიმების სეზონის დროს ელვა ღრუბლების ხან ერთ ჯგუფთან გამოჩნდება, ხან მეორესთან. ეს მოვლენა შედარებულია ვნებიან ქალს, რომლის ჭკუაც მხოლოდ ერთი კაცისკენ არაა მიმართული. ღრუბელი შედარებულია ძალაუფლების მქონე პიროვნებას, ვინაიდან იგი წვიმას გზავნის და უამრავ ადამიანს ასულთქმულებს. გარკვეული უფლებით მოსილი ადამიანი მრავალ ცოცხალ არსებას ასულთქმულებს, როგორებიც არიან ოჯახის წევრები ან დაწესებულებაში მომუშავე პირები. საუბედუროდ, ცოლთან გაყრას მთელი მისი ცხოვრების დანგრევა შეუძლია. როდესაც ქმარი შეწუხებულია, მთელი ოჯახი ინგრევა. ბავშვები იფანტებიან, დაწესებულება იხურება,
ყველაფერს კვალი აჩნდება. ამიტომ არეკომენდირებული, რომ ქალმა, რომელსაც კრიშნას ცნობიერებაში წინსვლის სურვილი აქვს, ქმართან უნდა იცხოვროს და რომ ცოლ-ქმარი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაშორდეს ერთმანეთს. ქმარმა და ცოლმა უნდა დაიმორჩილონ სქესობრივი მოთხოვნილებები და ასე მიმართონ ჭკუა კრიშნას ცნობიერებისკენ, რათა მათ სიცოცხლეს წარმატება ხდეს წილად. ბოლოს და ბოლოს მატერიალურ სამყაროში კაცს ქალი სჭირდება, ხოლო ქალს კაცი. როდესაც ისინი ერთდებიან, მათ მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ კრიშნას ცნობიერებაში და არ იყვნენ ელვასავით მოუსვენარნი, რომელიც ღრუბლების ხან ერთი გროვიდან გაიელვებს, ხან მეორედან. ზოგჯერ ჭექა ქუხილთან ერთად ცისარტყელაც გამოჩნდება ხოლმე, რომელიც უისრომ შვილს გავს. სინამდვილეში მშვილდი მოხრილია, რადგან მის ბოლოებზე ლარია მიმაგრებული, მაგრამ ცისარტყელაზე ასეთი ლარი არ არის და იგი მაინც ასე ლამაზადაა მორკალული. მსგავსად ამისა, დედამიწაზე ჩამოსული ღმრთების უზენაესი პიროვნება ჩვეულებრივი ცოცხალი არსება ჰგონია, მაგრამ იგი არავითარ მატერიალურ პირობებში არ ექცევა. ფაგავად გიტაში უფალი ამბობს, რომ იგი ევლინება თავისი შინაგანი ენერგიის ძალით, რომელიც თავისუფალია გარეგანი ენერგიის ტყვეობისგან. რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ტყვეობას წარმოადგენს, ღვთაების უზენაესი პიროვნებისთვის თავისუფლება გახლავთ. კოკისპირული წვიმების დროს მთვარის შუქი ღრუბლებითაა დაფარული, მაგრამ დროდადრო საჩინო ხდება ხოლმე. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ღრუბლების მოძრაობას მთვარეც მიჰყვება, მაგრამ სინამდვილეში იგი უძრავია. ღრუბლების გამო თითქოს ისიც მოძრაობს. მსგავსად ამისა, ჭეშმარიტი ბრწყინვალება იმისა, ვინც თავისი საკუთარი თავი მოძრავ მატერიალურ სამყაროსთან გააიგავა, ილუზიითაა დაფარული და მატერიალური მოქმედებების მოძრაობასთან ერთად იგი თვლის, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გადაადგილდება. ამის მიზეზი არის ცრუ ეგო, რომელიც ზღვარს ავლებს სულიერსა და მატერიალურ ცხოვრებას შორის, ისევე როგორც ღრუბელი მიჯნავს მთვარის შუქს სიბნელისგან. წვიმების დროს, როდესაც ღრუბლები პირველად გამოჩნდება ხოლმე, მათი მხილველი ფარშავანგები მაშინვე მხიარულად იწყებენ ცეკვას. ეს შეიძლება მატერიალურ ცხოვრებაში დამწუხრებულ პიროვნებებს შევატაროთ. თუ მათ უფლის ერთგულ სასიყვარულო სამსახურში მყოფ პიროვნებასთან ურთიერთობა მოუწევთ, გონება უნათდებათ და სწორედ ფარშავანგებივით იწყებენ ცეკვას. ჩვენ გვაქვს ამის პრაქტიკული გამოცდილება, ვინაიდან უამრავი ჩვენი მოწაფე კრიშნას ცნობიერებაში მოსვლამდე გამოფიტული და მოღუშული იყო, მაგრამ ერთგულებთან ურთიერთობის შემდეგ ახლა მხიარული ფარშავანგებივით ცეკვავენ. მცენარეები და ხვიარები მიწიდან წყლის მიღების შედეგად იზრდებიან. სწორედ ასევე, ადამიანი, რომელიც ასკეზას გადის, იფიტება, მაგრამ როდესაც მისი მკაცრად შესრულების შემდეგ შედეგს ღებულობს, ცხოვრებით ტკბობას იწყებს, გრძნობებს იკმაყოფილებს, ოჯახის, საზოგადოების, სიყვარულის, სახლისა და სხვა ატრიბუტების სახით. ზოგჯერ ვხედავთ, რომ ყანჩები და იხვები ტბებისა და მდინარეების ნაპირებზე დახეტიალობენ, თუმცა იქაურობა ტალახიანი, ნაგვითა და ეკლიანი მცენარეებითაა სავსე. მსგავსად ამისა, კრიშნას ცნობიერებას მოკლებული მეოჯახეები ყოველგვარი უხერხულობის მიუხედავად განუწყვეტლივ მიიზლაზნებიან მატერიალურ ცხოვრებაში. ოჯახურ ან ნებისმიერ სხვა სახის ცხოვრებაში ადამიანი კრიშნას ცნობიერების გარეშე ბედნიერი ვერ იქნება. თავის ლოცვებში შრილა ნაროტამა დასა თაკურა წარმოთქვამს, რომ იგი ელტვის ურთიერთობას იმ პიროვნებასთან, მეოჯახე იქნება თუ განდეგილის ცხოვრების წესით მცხოვრები, რომელიც უფლის ტრანსცენდენტულ სასიყვარულო სამსახურშია დაკავებული და გამუდმებით უფალი ჩაიტანიას წმინდა სახელებს გალობს. მატერიალისტისთვის ამ ქვეყნიური საქმეები მეტისმეტად შემაწუხებელი ხდება, მაშინ როდესაც კრიშნას ცნობიერებაში მყოფი პიროვნებისთვის ყველაფერი მშვიდი და წყნარია. წვიმის მძიმე ნაკადების შედეგად მინდვრის გარშემო შემოღობილი ღობე ინგრევა. ასევე ანგრევს ვედური მითითებების ზღუდეებს ურწმუნოების დაუშვებელი გავრცელება კალის ეპოქაში. ამდენად ხალხი თანდათანობით უღმრთოებისკენ გადაგვარდება. წვიმების დროს ქარისაგან დევნილი ღრუბლები წყალს უშვებს, რომელიც ნექტარის მსგავსად ყველას სიხარულს ანიჭებს. როდესაც ვედების მიმდევარნი ბრაჰმანები შთააგონებენ დიდ რებს,
მეფეებსა და შეძლებულ ვაჭრებს დიდი მსხვერპლშეწირვის მიზნით მოწყალება გასცენ, სიმდიდრის ასეთ გაცემას ნექტარს გავს. ადამიანთა 4 დანაყოფი სახელდობრ ბრაჰმანები, ქშატრიები, ვაიშები და შუდრები იმისთვის არსებობენ, რომ შეთანხმებულად და მშვიდობიანად იცხოვრონ. ეს მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მათ ხელმძღვანელობენ კვალიფიცირებული ვედების მცოდნე ბრაჰმანები, რომლებიც მსხვერპლშეწირვებს ასრულებენ და სიმდიდრეს თანაბრად ანაწილებენ. წვიმების შემდეგ ვრინდავანის ტყე უფრო გალამაზდა და მწიფე ფინიკით, მანგოთი, მაყვლითა და სხვა ხილით გაივსო. უფალი კრიშნა, ღვთაების უზენაესი პიროვნება, მისი მეგობრები და უფალი ბალარამა ტყეში შევიდნენ, რათა წელიწადის ახალი დროის გარემოთი დამტკბარიყვნენ. ნორჩი ბალახით გამოკვებილი ძროხები გამოჯანსაღდნენ და ცურები დაეკიდნათ. როდესაც უფალი კრიშნა მათ სახელით მიმართავდა, სიყვარულით სავსენი უმალვე მასთან ჯდებოდნენ და გახარებულებს ცურებიდან რძეს დიოდათ. ვრინდავანის ტყეში გოვართანას მთის გვერდით გავლა უფალ კრიშნას ძალიან უხაროდა. იამუნას ნაპირზე იგი ხედავდა ფუტკრებით მორთულ ხეებს, რომლებიც თავს ხვრიდნენ. გოვართანას მთაზე მრავლად იყო ჩანჩქერები, მათი ჩხრიალი საამო ხმას გამოსცემდა. კრიშნას ესმოდა ეს ხმა, როდესაც მთის გამოქვაბულში იხედებოდა ხოლმე. წვიმების სეზონი არ დამთავრებულიყო, მაგრამ თანდათანობით შემოდგომა დგებოდა. ზოგჯერ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტყეში კოკისპირულად წვიმდა, კრიშნა და მისი თანამგზავრები ხის ქვეშ ან გოვართანას გამოქვაბულში შედიოდნენ ხოლმე. ისინი ნეტარებით შეექცეოდნენ მწიფე ხილს და დიდი სიამოვნებით ბაჰასობდნენ. როდესაც კრიშნა და ბალარამა მთელი დღით ტყეში რჩებოდნენ, დედა იაშოდა მათ მაწონში არეულ ცოტაოდენ ხილს, ტკბილელსა და ბრინჯს უგზავნიდა. კრიშნა იღებდა ამას და იამუნას ნაპირზე ქვაზე ჩამოჯდებოდა ხოლმე. კრიშნა, ბალარამა და მისი მეგობრები შეექცეოდნენ და თან ძროხებს, ხვოებსა და ხარებს ადევნებდნენ თვალყურს. სავსე ცურებით დგომისგან ძროხები დაღლილებით ჩანდნენ. კრიშნას სიამოვნებდა წოლითა და ბალახის ცოხნით ბედნიერი ძროხების ხილვა. ეამაყებოდა ტყის სილამაზე, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი საკუთარი ენერგია. ასეთ დროს, წვიმების სეზონის განმავლობაში, კრიშნა ბუნების განსაკუთრებულ საქმიანობას ადიდებდა ხოლმე. ბჰაგავად გიტაში ნათქვამია, რომ მატერიალური ენერგია, ანუ ბუნება, დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ბუნების მოქმედება კრიშნას განმგებლობის ქვეშ ხდება. ბრაჰმა სამჰიტაში ნათქვამია ისიც, რომ მატერიალური ბუნება, რომელსაც დურგა ჰქვია, კრიშნას ჩრდილივით მოქმედებს. მატერიალური ბუნება კრიშნას ნებისმიერ ბრძანებას ემორჩილება. ამიტომ წვიმებით გამოწვეული ბუნებრივი სილამაზე კრიშნას მითითებების თანახმად იყო შექმნილი. სულ მალე მთელი წყალსაცავები დაიწმინდა და საამო გახდა. შემოდგომის დადგომის გამო ყველგან მაცოცხლებელი სიოქროდა. ცა ღრუბლებისგან გაიწმინდა და თავისი ბუნებრივი ლურჯი ფერი დაიბრუნა. აყვავებული ლოტოსის ყვავილი ტბის სუფთა წყალში იმ ადამიანს გავდა იოგას გზაზე რომ დაეცა, მაგრამ სულიერი ცხოვრების აღდგენის შემდეგ კვლავ ძალზე გალამაზდა. შემოდგომის დადგომა ყველაფერს ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებს. მსგავსად ამისა, როდესაც მატერიალისტი კრიშნას ცნობიერების სულიერი ცხოვრების გზას ადგება, ისიც შემოდგომის ცისა და წყლის მსგავსად იწმინდება. შემოდგომა ცაზე შეჯგუფებულ ღრუბლებს ფანტავს და უწმინდურ წყალს ასუფთავებს. ჭუჭყიანი მიწაც სუფთა ხდება. ასევე კრიშნას ცნობიერების გზაზე დამდგარი პიროვნებაც უმალვე ყველაფრისგან იწმინდება, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულადაც. ამიტომ კრიშნა ცნობილია როგორც ჰარი. ჰარი ნიშნავს მას, ვისაც მიაქვს. კრიშნა მაშინვე აშორებს უწმინდურ ჩვევებს ყველას, ვინც კრიშნას ცნობიერების გზაზე დგება. შემოდგომის ღრუბლები თეთრია, რადგან ისინი წყალს არ შეიცავს. ასევე განმარტოებული ადამიანი, რომელსაც ოჯახური მოვალეობები მოხსნილი აქვს და მთლიანად კრიშნას ცნობიერებასაა მიცემული, თავისუფლდება ყოველგვარი მღელვარებისგან და შემოდგომის თეთრ ღრუბელს გავს. ზოგჯერ შემოდგომაზე ჩანჩქერებს მთის წვერიდან სუფთა წყალი ჩამოაქვს, ზოგჯერ კი მათი ნაკადი წყდება. სწორედ ასევე
დიადი წმინდა პიროვნებები ხან ავრცელებენ წმინდა ცოდნას, ხან კი დუმან. შემოდგომაზე წვიმის წყლით სავსე გუბეები თანდათან შრება. რაც შეეხება წყლებში მცხოვრებ პაწაწინა არსებებს, ისინი ვერ ხვდებიან, რომ მათი რიცხვი დღითიდღე კლებულობს. ამგვარი პიროვნებები ძროხების, ქონების, შვილების, ცოლის, საზოგადოებისა და მეგობრების შენარჩუნებას არიან მიცემულნი. შემოდგომაზე წყლის ნაკლებობისა და მზის მწველი სიცხის შედეგად გუბეებში მცხოვრები პაწაწინა არსებები უფრო მეტად წუხდებიან. ისინი სწორედ იმ პიროვნებებს გვანან, რომლებიც საკუთარ თავს ვერ იმორჩილებენ და ამის გამო მუდამ უბედურები არიან. ვინაიდან არ შესწევთ ცხოვრებით დატკბობის ან ოჯახის წევრების რჩენის უნარი. ტალახიანი მიწა თანდათანობით შრება და ახლად ამოსული მცენარეები ჭკნება. ისევე მას, ვინც კრიშნას ცნობიერების გზას ადგას, თანდათან უქრება ოჯახით ტკბობის სურვილი. შემოდგომის დადგომა ოკეანეებს ამშვიდებს და აწყნარებს, ისევე როგორც თვითშეცნობილ პიროვნებას აღარ აწუხებს მატერიალური ბუნების სამი მოდუსი. შემოდგომაზე მიწათმოქმედები ყანებში წყალს იმარაგებენ და წყალი რომ არ გაიპაროს, სქელ კედლებს აგებენ მათ გარშემო. ახალი წვიმების მოსვლა საეჭვოა, ამიტომ სურთ მინდორში წყლის მომარაგება. სწორედ ასევე უფრთხილდება თავის ენერგიას გრძნობების დამორჩილებით თვითშემოძნებაში ჭეშმარიტად წინ წასული პიროვნება. რეკომენდირებულია, რომ 50 წლის შემდეგ ადამიანმა მიატოვოს ოჯახური ცხოვრება და სხეულის მთელი ენერგია კრიშნას ცნობიერებაში წინსვლას მოახმაროს. ხსნა შეუძლებელია, ვიდრე ადამიანი გრძნობების დამორჩილებას და მათი მუკუნდას ტრანსცენდენტულ სასიყვარულო სამსახურში დასაქმებას ვერ შეძლებს. შემოდგომაზე დღისით მზე ძალიან წველია, მაგრამ ღამით ნათელი მთვარის შუქის წყალობით ხალხი მომქონცველი დღის შემდეგ შვებას გრძნობს. თუ პიროვნება მუკუნდას ანუ კრიშნას აფარებს თავს, მას შეუძლია განთავისუფლდეს სხეულისა და სულის მომქანცველი მცდარი გაიგავებისგან. მუკუნდა ანუ კრიშნა ვრინდავანის ქალწულების ნუგეშიც ბრძანდება. ვრინდავანის გოგონები ყოველთვის იტანჯებიან კრიშნასთან განშორების გამო. შემოდგომის მთვარის შუქში კრიშნასთან შეხვედრა მათ დაღლილობასა და განშორების გრძნობას აქრობს. ღრუბლებისგან განწმენდილ ცაზე ვარსკვლავები მეტად ლამაზად ანათებს. ამის მსგავსად, ჭეშმარიტად კრიშნას ცნობიერებაში დამკვიდრებული ადამიანი ყოველგვარი უწმინდურებისგან თავისუფლდება და შემოდგომის ცაზე ვარსკვლავივით მშვენიერი ხდება. თუმცა ვედებში მსხვერპლშეწირვების სახით მოცემული კარმა, მათი უმაღლესი მიზანი ბჰაგავად გიტაშია განმარტებული. ვედების მიზნის ღრმა გაგების შემდეგ ადამიანმა კრიშნას ცნობიერება უნდა მიიღოს. ამიტომ კრიშნას ცნობიერებაში მყოფი ერთგულის გული შეიძლება შემოდგომის სუფთა ცას შევატაროთ. შემოდგომის მოწმენდილ ცაზე მთვარე ვარსკვლავებთან ერთად ძალიან ნათელია. უფალი კრიშნა იადუს დინასტიის ცაზე გამოჩნდა და მართლაც ვარსკვლავებით ანუ იადუს დინასტიის წევრებით გარშემორტყმულ მთვარეს გავდა. როდესაც ბაღები და ტყეები გაფურჩქნული ყვავილებითაა სავსე, სუფთა სურნელოვანი ნიავი ზაფხულსა და წვიმების სეზონში მრავალგზის ნატაჭ პიროვნებას დიდ შვებას ანიჭებს. საუბედუროდ, ამგვარი ნიავი გოპებს შვებას ვერ ჰგვრიდა, ვინაიდან მათი გული კრიშნას ეკუთვნის. უბრალო ხალხს სიამოვნებს მშვენიერი ნიავი, მაგრამ გოპებს კრიშნას მოხვევის გარეშე არსებობა ვერ აკმაყოფილებთ. შემოდგომის დადგომასთან ერთად ძროხები, ირმები, ჩიტები და ყველა მდედრი ორსულდება, ვინაიდან როგორც წესი, ამ დროს მამრებს განსაკუთრებით უძლიერდებათ სქესობრივი სურვილი. ეს სწორედ ტრანსცენდენტალისტებს გავს, რომლებსაც უზენაესი უფლის წყალობით სურვილი უსრულდებათ. თავის უპადეშარტმაში შრილა რუპა გოსვამიმ განაცხადა, რომ ადამიანი დიდი ენთუზიაზმით, მოთმინებითა და რწმენით უნდა ასრულებდეს ერთგულ სამსახურს და მიჰყვებოდეს წესებსა და მარეგულირებელ პრინციპებს, მატერიალურ უბედურებებს ერიდოს და ერთგულთა გარემოცვაში დარჩეს. ამ პრინციპის განხორციელებით ადამიანი უსათუოდ მიაღწევს ერთგული სამსახურის სასურველ შედეგს. რამე თუ მოვა დრო, როდესაც ის, ვინც მოთმინებით ასრულებს ერთგული სამსახურის მარეგულირებელ პრინციპებს, საწადილს მიაღწევს იმ ცოლების მსგავსად, რომლებიც ფეხმძიმობის შედეგს იმკიან. შემოდგომაზე შროშანების არ ყოფნის გამო
ტბებში ლოტოსის ყვავილები მრავლდება. შროშანებიცა და ლოტოსის ყვავილებიც მზის შუქით ხარობს, მაგრამ შემოდგომაზე მწველი მზე მხოლოდ ლოტოსს ასაზრდოებს. ეს მაგალითი მოყვანილია იმ ქვეყნის მაგალითად, სადაც მეფე ან ხელისუფლება ძლიერია და არასასურველი ელემენტები, ქურდები და ყაჩაღები ვერ ხარობენ. როდესაც მოქალაქეები რწმუნდებიან, რომ ყაჩაღების თავდასხმა არ ემუქრებათ, სავსებით დამაკმაყოფილებლად ვითარდებიან. ძლიერი ხელისუფლება შედარებულია შემოდგომის მწველი მზის სხივებს. შროშანები კი ქურდების მსგავს არასასურველ პიროვნებებს, ხოლო ლოტოსის ყვავილები ხელისუფლებით კმაყოფილ მოქალაქეებს. შემოდგომაზე ყანები მწიფე მარცვლეულით ივსება. ამ დროს მოსავლით გაბედნიერებული ხალხი სხვადასხვა ცერემონიებს ასრულებს, როგორიცაა ნავანა, ღვთაების უზენაესი პიროვნებისთვის ახალი მოსავლის შეთავაზება. პირველად მარცვლეულს ტაძრებში ღვთაებებს თავაზობენ და ყველას ახალი მოსავლისგან მომზადებულ ტკბილ ბრინჯზე ეპატიჟებიან. არსებობს სხვა რელიგიური ცერემონიები და თაყვანისცემის მეთოდებით, განსაკუთრებით ბენგალიაში, სადაც ტარდება ყველაზე დიდი ცერემონიები, რომელსაც დურგა პუჯა ეწოდება. ღმრთების უზენაესი პიროვნების კრიშნასა და ბალარამას იქ ყოფნის გამო, ვრინდავანში შემოდგომა მაშინ ძალიან ლამაზი იყო. ვაჭართა საზოგადოებას, სამეფო წრის წარმომადგენლებსა და დიად-ბრძენებს სასურველი წყალობის მისაღებად თავისუფლად გადაადგილება შეეძლოთ. მსგავსად ამისა, როდესაც ტრანსცენდენტალისტებიც მატერიალური სხეულის ტყვეობიდან თავისუფდებიან, თავიანთ სასურველ მიზანს აღწევენ. წვიმის სეზონის დროს ვაჭრები ერთი ადგილიდან მეორეზე ვერ ინაცვლებენ და სასურველ სარგებელს ვერ ნახულობენ. ვერც სამეფო წრის წარმომადგენლები გადადიან ერთი ადგილიდან მეორეზე, ხალხისგან გადასახადების ასაკრეფად. წვიმები აფერხებს წმინდა პიროვნებებსაც, რომელთაც ტრანსცენდენტული ცოდნის გასავრცელებლად მოგზაურობა სურთ, მაგრამ შემოდგომაზე ყოველი მათგანი თავს აღწევს ტყვეობას. რაც შეეხება ტრანსცენდენტალისტს, იქნება იგი ჯნანა-იოგი თუ ერთგული, მატერიალური სხეულის გამო ჭეშმარიტად ვერ დატკბება სულიერი მიღწევით, მაგრამ სხეულის დატოვებისთანავე ის უფლის სულიერ სხივებს ერწყმის. იოგი სხვადასხვა მაღალ პლანეტარზე გადაინაცვლებს, ხოლო ერთგული უზენაესი უფლის პლანეტაზე, გოლოკა ვრინდავანზე, ანუ ვაიკუნთაზე მიდის და იქ მარადიული სულიერი ცხოვრებით ტკბება. ჰარე კრიშნა.